გამარჯობა, ყველას მოგესალმებით. 64-ში ვართ. აი მარტო ამ ადგილს ახლა ბალახს კი არ გულისხმობდა იმას. გულისხმობ რას? აი კარგად დაუკვირდეთ ახლა ყველანი ერთად დავხუჭო თვალები. ერთ ქართველს შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. მეორე ქართველი ემფილზე ჩადის სულმალი. ერთ თამაში დარჩა რა დღეს არის თან მე მგონი ჩვენს ბეტისთან გასვლაზე თან მაგალითად. ხო და ამაზე ვიფიქროთ. კიდე ვიფიქროთ ჟორჟზე, ზურიკოზე, ყველა ეს შესაძლოა რატო ვაკეთებ ახლა? ჩვენი სტუმარი გახლავთ უფროსი მამარდა. დიდი მამარდა. საქართველოს. ხო, დიდი მამარდა. დათო და ძალიან დიდი მადლობა რომ მოიპოვეთ რომ დავტახდით და გეტყვით აქვე რომ ყველას მადლობა მინდა უთხრა, ვინც შესაძლებელი გახადა ჩვენი აქ სტუმრობა, იმიტომ რომ ჩვენი ხა ნაკრების ბაზაზე, ბასაზე ვიმყოფებით, სადაც ჩვენი გოგოების ნაკრები, რომელმაც ასევე სხვათა შორის, ეხლა გადავხედოთ, მაგას ვიძახით, 17-0-ს ვაგებდით და დღეს კონკურენტული გუნდი ყავს, რა მოხდება, ვის მოუგებ, ვის თაწააგებ, კაცმა რო არ იცის, ვიმყოფებით ნაკრების ბაზაზე, შეკრება არის და აი დათო მიპოვა ცოტა დრო. მადლობა. ამიგო. ჩვენთან არის და ძალიან გვიხარია. დღეს ჩვენი ელადიური პაბი ისვენებს ჩვენგან. მაგრამ მალე დაუბრუნდებით ისევ. ძალიან დიდი მადლობა კიდე ერთხელ. პირიქით მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის სამწუხაროდ მე ვერ გამოვედი შეკრებაზე ვარ. თქვენ გადაცემას ხშირად ვუყურებ და ძალიან სიამოვნებთ ჩვენი ფეხბურთელების მაისურებს ვუყურებ ხოლმე. არის თქვენ გადაცემაში ჩვენი ფეხბურთელების მაისურები და დღეს მეც მინდა ერთი საჩუქარი გაგიკეთოთ, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მაისურის ვერ დავინახე იქ და ეს დღეიდან გინდა მოგიყო ერთი რაღაცა გითხრა. დღეიდან თქვენ გადაცემას რო შევხედავ გიორგის მაიკასაც ჩემსახში იქნება. არა, გადაცემაში მე ეს გადაცემისთვის ამოვიღე. კი ბატონო. კაი, მაშინ არ გაბრაზდე სადაც. ის ჩემი სად არის? თქვენ ერთი არ ხართ, მე ვიხარ. ერთი არა მომაცილე. მე ვიხარ, მე როგორც ვიცი. ეხა რო იყვენ ჩასულები გიგა და ბოლოთი რო ჩაუტანეს. მე მეგონა იქ იყავი და რო არ იყავი იქ მამარდა იდგა და ორე მე ვხარი მე ის მაიკა მეთქი. ეგ შენ გონია არ ვიყავი, თო ჩუმად ვიყავი, ზუსტად მაიკები ვარ გეთქვათ. დიდი მადლობა. საამაყო და მალე ლივერპულის მაისურის რო გაიხარეთ. იქნება პრემიერ ლიგის. აი არ ვიცი რითი დავიწყო მართლა. ჩემპიონთა ლიგაში მართლა ძალიან ვამაყობ იმით რაც რითიც დავიწყე რა თავიდან. ნუ ხვიჩა აგერ რაღა დარჩა უკვე ლიგის ფინალს თამაშობს და რა ვიცი, რა გადაიტანა ეხა შენ რეები გაიარე და რა ვიცი, აი ყველაფერი მინდა რომ მოყვე. ჯერ მინდა მოყვე ჩეხეთთან თამაშზე. რა დღეში იყავი მითხარ მე-13 წუთი რომ დაიწყო. ჩეხეთთან თამაში ვერ აგიხსნით სიტუაციას, აი დამთავრების მომენტს საერთოდ ვერ აგიხსნით. უკვე შოკში ვიყავი და უკვე ვეღარ წარმოვიდგინე რა მოხდა. ისეთი ბედნიერება არის, რა, როდესაც გულშემატკივარი ხარ, აი გულშემატკივრობ რაღაც სხვანაირად რა და აი შობლის როლი ცოტა რთული არის რა. დავით, აი შობლის როლზე მინდა ზუსტად არა საოცარი იყო. შეიძლება ცოტა არასასიამოვნო გასახსენებელია, მაგრამ გვირგვინი აქვს კარგი აბამბავს, ასეც გადავდივარ. 2004-ში კრაკოვის ვისლასთან იქ გუნდმა ჩემპიონმა ვიჯორჯიამ როგორც წააგო. აი მაშინ მე ვიდექი კარებში. კი და აი ამ გადმოსახედიდან მაგითო გეუბნები ჩათლახია მაგას გახსენე. არა, ნახე რას ვახსენებ. აი ამ გადმოსახედიდან ხო ხტები როგორი ბედნიერება იყო 20 წელი გავიდა და იმ სტადიონზე შენი შვილი გახდა გმირი რა. გახდა გმირი, აი როგორი ტკბილი იყო, აი დინამ ჩეხეთით დაიწყო და აი ზუსტად. თან იცი, ნოდა იცი რა მაინტერესებს თან? აი რო ეს ხო ზის თამაშზე. თამაში ჩვენ შევხვდით გარეთ. ხო. ეს აკეთებდი? იმიტომ რომ ეს მოკდა, ბიჭო, რამდენი ხო ხიალა. საერთოდ სკამზე არ დამჯდარვართ. არა მარტო მე, ჩვენი ოჯახის წევრები, აი ესეთი ჩართულები ვიყავით, ასე მეგონა მე ვიღებდი ბურთს. ო და მაგას გეუბნებია? ნეტავი მაგდენის შემეძლოს. შენ არ ვარჯიშებდი პატარაობაში პირადად? კი. ეხლა შენ ხან მეკარების წველი ხარ აქ? ჩვენ ძალიან მაგარი მეკარები ყავს ჩვენ იგრები. ძალიან კარგი ბავშვები ყავს. გიორგის ვავარჯიშებდი პატარაობიდან. აი როგორ აი თავიდან ჩვენ დავაწყებინეთ რა პატარა როდესაც იყო არის გაგრა გუნდი, კარგად ვიცით და არ ყავდა პატარების გუნდი და თემურ ჩხაიძემ ლეგენდარული ფეხბურთელი იყო, კარგად ვიცით. და პატარების გუნდი გააკეთა და მეთქი რაღაც სხვაგან ვატარო, ჩვენ თვითონ მივხედოთ და სიმაღლე ქონდა? აი, აყობდი უკვე რომ მეკარეს ვარიანტში, ეს მეკარე შენ ნუ მასკენი თუ აი თვითონ ეხა მაგას ხუმრობითაც გეტყვით სახში რომ მივდიოდი, აი სახში რომ შევიდოდი, კარებთან დადგებოდა და მეთქი ხშილო კარები არ დამანახო. დავით, დაღლილი ვარჯიში და არა, მე არ მინდოდა თუ არა გიორგის როგორ არ უნდა და ისეთი დაღლილი მივდიოდი სახში, კიდე ბურთი, კიდე კარები მეთქი. და ეს ხასიათი ჭიამ ერთხელ მაგარი მითხრა გიორგი ჭიაბრიშვილმა, რომ ის არის
მახსოვს ერთხელ რომელიღაც თამაშზე იყო დავაყენე კარში ლოკომოტივში უკვე პირველი თამაში ბათუმის დინამოში 4-1 წავაგეთ შეცდომა დაუშვა შევიდა კარში ბურთი გამოიტანა და ცივ სისხლიანი და მან მივხვდი რომ ეს მეკარეაო კი ბატონო დიდი მადლობა ხასიათი ქონდა სულ ხო კი ეს ხასიათი მაგას გავიხსენე პირველად როდესაც დავაყენე 9 წელს იყო კარში აი პატარა ბავშვი ახლა ჯერ არ უნდა მოთხოვო და აი ბურთი რო დაუწყეს ვერ დაიჭირა და მოხვდა ცხვიში ბურთი და აი სემლები დავინახე მაგრამ კარიდან ვერ გამოვიყვანე რა აი თავიდან ეტყობოდა რომ აი ცივსისხლიანი იყო რა არ გამოვიდა აი ისა სწავლა რაღაცა აი როგორი იყო ძალიან პატარა მამა და მე ფოტოები მოგვეც რაღაც გავაჩვენო ძალიან ნიჭიერი და მასწავლებლები ძალიან გულისხმდებოდა რა დროს ფეხბურთია და ეგ აიცოდე ბიჭო ეხლა ჩაკვეზეც ეგრე იყო მაგარი მათემატიკოსი გამოვა სხვათა შორის ჩემი ასახა ჩემი გამოცდილებით დღევანდელი ფეხბურთი ისეთი რამ არის და ისეთი განვითარებული არის თუ გონება გახსნილი არ ახარ ეს ყველაფერი სწავლიდან მოდის მომავალ თაობას უსურვებდი რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიაქციონ განათლებას თუ კარგი განათლებული ხარ სწრაფი გადაწყვეტილების შანსი გაქვს და ფეხბურთი არის სწრაფი გადაწყვეტილების ის დაფაწვიტავს ის იგებს. თან დღეს უფრო მარტივია რა, ინტერნეტით შეგიძლია ყველაფერს კეთება, ჩვენ დროს ეხა სად იყო, წიგნსვერი შოვიდი და ეხა შეგიძლია ისიც გააკეთო, ისიც, მაგრამ მეორე მხარესაც შევხედოთ ეხა. და გინდოდეს. ძალიან რთული არის პროფესიონალი ფეხბურთელი რო იყო და კიდე მაგისტრო იპოვო. ეხა წარმომიდგინე ეხა, რა ვიცი, ეხა ეს იამალი ეხა სწავლობს დავიჯერო? ნუ ახლა უკვე როგორი აიცი დღევანდელი მომავალი თაობა ისეთი განვითარებულები არიან აი მაგალითად ახლა გიორგის ბოლოს ახლა სკოლაში იმდანაც არულია სულ სბორები სულ ფეხბურთი მაგრამ აი ვისაც ურთიერთობა აქვს გეგონება ერთ 5 ინსტიტუტი აქვს დამთავრებული ისეთი განვითარებულია და ნიჭი აქვს იმიტომ რომ ესპანური ძალიან მალე ისწავლე იმიტომ რომ მალე რა კარგად ვილაპარაკე იმ დღეს უყურე ინტერვიუს წყალივით როგორი სიტუაცია გეტყვით ახლა რო ჩავიდა ერთი მეკარე იყო სილენსენი, რომელიც ინგლისურად ეს ჰოლანდიის ნაკრების მეკარე და ოჩოტორონა მისი მეკარეების მნელი. დანარჩენი არავინ არ ესაუბრებოდა ინგლისურად. არც საუბრობენ ისინი ინგლისურად საერთოდ. ესპანეთში იძულებული ხარ, შენც იძულებული ხარ, რომ აითვისო თორემ უკვე ჩამორჩები. აი მაგალითად ჩავედი 3 თვე ვიყავი 200 მეტი ვერ ვისწავლი ახლა. სახში ქართულად ლაპარაკობდი, ტელეფონზე ქართულად საუბრობდი და ოდაი მაგ მეკარეების მწვრთნელს ძალიან დიდი როლი მიუძღვის თვითონაც ამბობს ხოლმე მამარდა რა რომ ფსიქოლოგიურად მეც მეუნება ხოლმე აი როგორც мама ისე უდგა გვერდში დღეს სამწუხაროდ ავად არის ეს ადამიანი მინდორზე ვერ გამოდის გამოჯანმრთელებას უსურვებ ძალიან ბევრი ოფლი დაღვარა გიორგს და აი პირველი არის ფსიქოლოგია აი ფსიქოლოგიურად დაუდგა ძალიან მაგრად გვერდში და ამას არც გიორგი დაივიწყებს და მეც არ დავიწყებ და აი სილესენი რო ახსენეს თავიდან ქონდა მაგარი რთული პერიოდი რო ჩავიდა თერ აქაც ხო იცი ჩვენი ამბავი ახლა ქართველები სულს კი არაფერს არ ვამბობ მაგრამ დამოკიდებულება რა ავალესია ჯერ ყვარაზე იძახტე რა ნეაპოლი რა ისა მერე ვავარდაზე იძახტე რა ავალესია რა ისა თვითონ გადებიურებულები ვიყო მერე იგი არა ხო და მაგას გეუბნები ანუ სკეპტიციზმი იყო ის იყო და იქ კიდე კონკურენცია უწევდა და რაღაცა მომენტებმა განაპირობა რომ მარტო კონკურენციის ამბავი არ არის რაც წარმოიდგინე ჩადიხარ ჰოლანდიის ნაკრების მეკარე ხდება ხელა ბარსელონაში თამაშობდა ადამიანი ესეთ გუნდებში თამაშობდა და მის გვერდში ივარჯიშო თავარია თავიდან ნუ ნულიდან უნდა დაიწყოს რაღაცა უნდა დაიწყო რაღაც ხო აი წარმოიდგინეთ ახლა სილენსენის გვერდში ვარჯიშო ბოჩოტორონა ყავს თნელი всё შეიძლება მეც მომინდეს მეკარე უფრო მაგრამ კაცი ესპანეთის ნაკრებს ავარჯიშებდა აი ძალიან დაეხმარა სილენსენი ბევრ რამეში რა ანუ დაეხმარა მაგრამ დაეხმარა კონტრაქტები ხო იცი რომ იქ რაღაცა კონფლიქტი ისა მაინც ფსიქოლოგიურად ვთქვა სილენსერი ხარ მოვიდა პატარა ბავშვი მომავალი არის და მინდა დავეხმარო აი კონკურენციას ვერ გზნობდა თავიდან ვერც წარმოედგინა რომ თუ გიო კონკურენტი იქნებოდა მისი და ესე მოხდებოდა ალბათ მისაღებიც არის ახლა ეს რომ ახალგაზრდა მეკარე მოვა გამოცდილი მეკარესთან და მე მაგალითად ქუთაისის ტორპედოში ვცნერად რომ მუშაობდი მყავდა კვასხვაძე ძირითადი მეკარის პატარას რომ ამოუწევდი სიტყვაზე 16 წლის აი ძალიან უმატებდა ეს ბიჭი და მარტო ჩემით კი არ უმატებდა რომ კვასხვაძეს გვერდში ვარჯიშობდა და მაქსიმ კრიტაიას გვერდში ვარჯიშობდა და ესეთ გამოსულ ფეხბურთელების გვერდში ხონია მძიმე პერიოდები აი დასაწყისში შენთან ვლაპარაკია რაღაცა ხო ხდები ეხლა მამაშვილურად აი პროფესიონალურად ეკნებოდა არასე ეხოს მძიმე სამყაროა თავიდან რო ჩავიდა მარტო ცხოვრობდა ეს პირველი ალბათ ასე ვიტყვი რომ ჩემი შეცდომაც არის მაგრამ იმ სიტუაციაში სხვანაირად ვერ მოახერხე ცხოვრობდა ენა არ იცოდა მარტო ცხოვრობდა უბრალოდ ფეხბურთელებმა დაეხმარა
აი ბაზაზე ვინც მიდიოდა გაუვლიდა წაიყვანა არც მანქანა არ ყავდა და ეგ არ ჯობდა მე შეცდომა კი არა მე ვფიქრობ ძალიან მაგარია არა ეგ რატო ეხა მამათან მეკარეთან აი მაგ თუნდაც გავაგზავნეთ მაგსაობას ჩავარდნა რო ქონდა ჩავედით ოჯახი ისე მოძლიერდა და მე დაიწყო და არ გამოსულა კარგია ძალიან დიდი მნიშვნელობაა გიოსის ოჯახის ფსიქოლოგია გასაგებია დავით აი მარკაზე იყო ძალიან მაგარი ინტერვიუ სულ ახლახანს 1375 დღე გავიდა იმ მაგარი მატჩიდან ხეტაფესთან რო დააყენეს 31 აგვისტო იყო მახსოვს ხო და აი იმ პერიოდიდან დღემდე მამარდაზე ეხა ვიცით რომ ძალიან მაგარია მაგრამ აი ყველაზე მთავარი რა გამოასწორა ყველაფერი ცოტა ყველაფერი არავინ არ თქვას რომ აი ფეხით ვერ თამაშობ ფეხითაც თამაშობდა ვიხოდესაც გამოდიოდა სხვადასხვა რეაქციაც კარგად ვიცით როგორი აქვს მაგრამ ყველაფერში ჭირდებოდა მომატება აი არის ხალხი რომ აი ფეხით ვერ თამაშობდა მე ვერ დავეთანხმებოდი ვერ თამაშობდა რა უბრალოდ მწნელებზეა დამოკიდებული რა ფეხბურთს ათამაშებს აი მაგალითად მოვიდა გატუზო და აუძალა საერთოდ ბურთის ამოტანა დაარტყი აბძოლე ბორდალასიც იყო ესეთი მწნელი რომ ბძოლითი ფეხბურთი მიყავდა არის მწნელები რომ აი ეხა მაგალითად ხანდახან მეც ვეუბნები შვილო ცოტა სახიფათო ეშვაში გაძვენა არ არის აუცილებელი სულ გაძვენა მაგრამ დავალება აქვს რომ ამოიტანოს კი აი არა და მეკარე იყო თვითონაც და რაღაც მომენტში გაუგო მაგრამ ეს ფეხბურთელებს უნდა გიწყობდეს ეს რომ გააძვენ რომ გაგზელება კონდეს ხო მაგრამ ну მითო ვთქვი რომ აი სუნეზე ბევრი რამეა დამოკიდებული რა ფეხბურთს გათამაშებს და მე იძულებული ხარ შენც ესეთ ფეხბურთს გათამაშებს აუცილებლად ბურთი ამოიტანოს შენც უმატებ ფეხით თამაში და ესე ვითარდება ფეხბურთელი ჩემი. ხუმრობდა ადრე რო ყავდა გადაცემაში დიმას და მე ტელევიზიაში რომ გატუსომ დარეკაო რა და პირველი ჯერ ჩამოსული არ ვალენსიაში დაიწყე ფეხითო ეგრევეო რა. ხო აი ეგ მე მასოს სანამ ჩამოვიდოდა გატუზო ოფიციალურად ვარჯიშს ჩაატარებ და მანამდე დაურეკა. მე მოვდივარ და ვაქცე ყურადღებას. იცი რა ლაპარაკი ხა იმაზე რომ მეკარეს რომელმაც პრიმერა ითამაშა უმაღლეს დონეზე ეხლა ლივერპულში არის რაღაცა სისუსტეების რაღაცა ჭხრეკა ცოტა ისეთ თემაა რა. გასაგებია რომ მომატება უნდა მაშინ კი. ნუ ახლა მე ვთვლი რომ აი ეხლაც ხომ მაგარ ფორმაში არის გიორგი, მაგრამ აი გავა კიდე 2-3 წელიწადი და გაგვიკვირდება კიდე სხვა ადამიანი გახდება. ეს ასაკიდან გამომდინარეც არის ადამიანს ასაკი ემატება, უფრო გვინდება, უფრო გამოსწილი ხდება და ზედმეტ მოძრაობებს არ აკეთებს მინდორზე. ჩეხეთში რო ჩავედი ну ჯერი ხონუ სასაული ხდებოდა გარეთ მაგაზე არაერთხელ მაქვს მოყოლილი და რაღაცა ქართულ აი საქართველო იყო რა ამერიკიდან ჩამოსული ქართველების ეს კი ბევრიდან ავდივარ სტადიონზე უნდა შევიდე და რა ვინ ჩამოთო ვინ იყო ვინ ვიღავ თელი ნაკრების ფეხბურთელი თელი ნაკრები ძველი ყველას კაშნი მაისური ეზე და ლომა გაეძრო განგსტერი შავებში განგსტერი შავი საათი შავი კეპკა ღიბრებში ღელები ბიჭო რაღაცა თვალში მოხდა მაგრამ ცუდად რა ჭის მე ვთხე და ავე ეხა რაღაც შიგნით მეთქია ვაში ვიღაც ქალმა გაიარა და შარფი აიღო მე მგონი უცხოელი იყო თან ეს ქალი არ ვიცი ჩამოაცა თავზე ეს მაინც გაიკეთეო და მე შევედი შეგატყონ ქართველი რო ხარ მე შევედი ეგ ვაფშე მანდ იყო ეგ შეხვედრა იყო ეგ არ დამავიცდება რა მანდ უნდა ქონოდა კამერა აი რა თაობა რა ყველა თაობის ნაკრები აი ყველა ნაკრები სტადიონზე არ შედიოდნენ და ბოლოს შევიდეთ ხო ხო ბოლო მომენტში შევედი ესეთი ლაპარაკი მიდიოდა თან რაღაცა აი მაგარი თემა ისტორიების მოყოლა მიდიოდა ესეთი გახსნილი ესეთი ხელმისაწვდომი რო ყოფილიყო თქვენ დროს თუნდაც მეკარების ვარჯიში როგორც პროფესიონალს გეკეთებთ ხო ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება რა თქმა უნდა ჩაკეტილი სივრცე იყო ეგ რა თქმა უნდა ჩვენ დროს ახლა არ ვიტყვი ახლა შეურაცხყოფას არ არსებობდა რა ოფიციალურად მეკარების თვალი არ არსებობდა თუნდაც აი რომელ ასაკში რა უნდა გააკეთებინო დამწყებ მეკარეს აი უკვე პროფესიონალ მეკარეს როგორ უნდა მოამზადო თამაშისთვის და ანალიზის გაკეთება და მისი ვიდეო გადაღებები დღესა სიტუაციაშია სიტყვაზე ერთი თვის მე როგორ სიტუაციაში იქნება და აი მაგალითად გიოსთან ახლა ეგ ეს სიტუაცია ყველა ვარჯიში არის გადაღებული და საღამოს თველი უგზავნის დღეს შენ რა გააკეთე და შენი თვალით რო უყურებ შენ რას აკეთებ უფრო უმატებ იმაზე მუშაობ რა არ მოგეწონა შენ თვითონ ჩვენ ადრე როგორ იყო ერთი ვიდეო ჩათავდნენ და თელ თამაშს გაყურებდნენ აი ეს საბჭოთა კავშირის დროს სკოლა სამეკარეოს ამბობდნენ ხოლმე ძალიან მაგარი მეკარეები იყვნენ თვითონ ადამიანები იბადებოდნენ იქ ისე იაშინა დაწყებული ისეთ მეკარე ხო იაშინის ფენომენს კიდე ეხანდელ გამოკითხებში პირველ ნომრად იაშინს ასახელებენ ხო და იაშინი ჯილდო არა იცი რა მე თვითონ იმას ვერ ხვდები აი მე არ ვიცი იაშინის თამაში დასაევის თამაშები დასაევი მე კი ესპანეთში რო ჩავიდა კი გაგლიჯეს იქ ცოტა ხანი
სულ ახლო კუთხეში რაღაცები იქ სხვა ის იყო ტონუსი მე სანამაზე მოვიდა რა ეხა ევროპაში მაინც სხვა ფეხბურთი იყო მაშინ ეხა რა კი ჩვენი გუნდები მაგრა თამაშობდნენ დინამო ჩვენი კიევის დინამო ესე მაგრა თამაშობდნენ მაგრამ სხვაობა ძალიან დიდი იყო და ეხა მისმე გილპარაკია თუ არა ალისონზე ეხა ვიც სუიწერება რა ეხა ენა ზვალი არა აქვს რამეს გაიგებენ სადღაც ვიღაცა ყვითელი პრესა დაწერს ყველაფერს წერენ ამებს კითხულობს ნახულობს არა ჩვენ პირდაპირ კონტაქტი გვაქვს ხელმძღვანელობასთან და ეხლა იყვნენ ჩამოსულები და კითხეს რას აპირებ კიდე განათხოვებით ხო არ აპირებ წასვლას გიორგი არა მე ვარ ლივერპულის ფეხბურთელი და ვაწამოვიდე ეს მაგის ხასიათი ნუ ისინი ფსიქოლოგები არიან და გიოს აუხსნეს ესეთი სიტუაცია ალისონს დარჩა კიდევ ერთი წელი მაგრამ ჩვენ გვინდა რომ 50 თამაში ითამაშო პირველ სეზონში რომ მიეჩვიო ხალხ ჩემპიონატს საომალო 10 წელი ჩვენი მეკარე ხარ და ნუ ისეთი საუბარი შედგა რომ გიო არ სათარაპირებს წასვლას მიდი სადაც კონტრაქტი აქვს აუ ჯიგარი ხარ რა ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა იმიტომ რომ მაშინ კიდე ეხა ვალენსიაშიც რო დარჩა მაგის იმაზე მეტყველებს რა ვალენსიაში თუ დარჩა ჩემი აზრით სწორი გააკეთა და ეგრევე რო დაიწერა სილვა გამახსენდა რო დარჩა ერთი სეზონი მაგრამ როგორი სიტუაცია იყო გეტყვით არაფერი დასამალი არ არის თვითონ ეხლა ლივერპული იყო დაინტერესებული ინგლისის ჩემპიონატი ეთამაშა ერთი წელი გიოს რომ მიჩეო რაღაცა ბორმუძე თუ რაზე იყო კი და გიომ ახლა რო გაიგო რომ განათხოვრების თემაზე იყო საუბარი მე თუ განათხოვრებით წავალ სადმე ისევ დავჩები ვალენსიაში იმიტომ რომ ვალენსიამ მე შემქმნელი როგორც ფეხბურთელი და ეხლა გუნდს უჭირს და მე დაუდგები იქ უკვე სხვა გათვლებიც იყო და გიომ ახლა სიტყვაზე ფინანსური მხარე არ დაიკავა უფრო დაიკავა აი მაგას აფასებენ იქ სხვაგან განსხვავებით რა რაგი ცოტა გადავიყვანოთ იუმორშიც გადავიდეთ ძმაო რა იმდენად კაი რაღაცეებია მოსაყოლი რომ ვეღარ ვერთვები იცი რა ბევრი რაღაცაა მე აი მათეუსზე მინდა კითხვა ანუ ისეთი ემოციური იყო ჩემთვის ევროპის ჩემპიონატის სტადიონთან ტიპი დგას ამხელა ლეგენდა და ამბობს რომ მეო ეს კაცი მთხოვეო წაიყვანათო ბაიერნსო აი ეს კაციო და ადგენო და ჰარი კეინი იბასკნესო იყიდესო ის დამოკიდებულება ჩანდა ხო ხტები რა როგორ უნდა თან ამხელა ლეგენდა მადლობა უფასო არ შედგა მაკონტრაქტი მე პირდაპირ მე ვიყავ გერმანიაში ჩასული და ჩვენთან იყო შემოთავაზება ნოიერს ქონდა ტრამვა და პირდაპირ გითხეს 3 თვე 4 თვე გიო ითამაშებს და 4 თვის მერე ისევ ნოიერს ხო რო დაბრუნდება ხო ხო და გიორგი ხა ისეთი სიტუაცია იყო 4 თვე ითამაშოს და შემდეგ სკამზე ხო რატო მაინც ნებისმიერ შემთხვევაში დაბრუნდებაო შენ რო სულ არ ბურთი არ გაუშვა მაინც ხო არა ეგრე ახლა ნოიერი მე ვიყავ იქ ჩასული სა ლეგენდა მაგისანა ლეგენდა რეალ მადრიდი გახსოვს რომ დაიწყო განათხოვრების თემა იყო ხო განათხოვრების და მაგაზე ჩვენ თქვი თუ არის რომ განათხოვრებით რატო უნდა წახვიდე როდესაც ვალენსიის ლეგენდა ხარ და წახვიდე რეალში ითამაშო 3 თვე დაბრუნდე ისე ხო ეხა ეგ ისე ხალხთან არ იქნები მართალი და კლუბის ისიც არის პრესტიჟიც ეხა ჩემი ძირითადად ჩემი აზრით ყველაფერი ისე მოხდა მადლობა უფასო აი ხალხიც მაყოფილია ხელმძღვანელობას და ფეხბურთელებს ნაყოფი ხარ იქ ლივერპულის სტადიონი არა აი ეხლა მოგიწევს ბევრი რა ეხა ძე მე ვაგროვებდი ერთად წავალ მეგობრებო გამოგვიწერეთ აი გამოაგზავნეს ნოდა გამოაგზავნეს ჯაჭი მოუგებს თუ მე მგონი გეძებენ არა შეგეძებენ შენი ბონადია ვალიკო არ მინდა ბინოკლი ვალიკო შენი თავი ათოლე აი ეს არ გააღვიძო ნაკრებს ზინავს ნოდა რა გამოგვივარდნენ ჩემი მეგობრებო თუ მოგწონთ ჩვენი YouTube არხი გამოიწერეთ და დაალაიქეთ ვიდეო. დიდი მადლობა ყველას ჯიგრები ხართ, ამიგოები ხართ, გეცვალეთ გულს. რა ძალიან აკადემიური მეჩვენები დღეს. არა, იმიჯის იმაშები ხა დატოს. არ ცალია და გადავა. რაც ხარ რა. თქვენ გადაცემებს უყურეს ხუმრობა და რა. ხო, ეხაც მაინც აკადემიურად ზეს ეხა ბიჭო დასტო. აინტერესებს რაღაცები მეზარება ხუმრობა. არა, აინტერესებს ხუმრობა გეზარება რას ნიშნავს? აი ძა იმ მაღაზიაში. მაშინ და დავამთავროთ. ხო და ეხლა გადავდიოდი რა იმაზე. რა ხე როგორი? ღვინო ღვინო ხوار გაასინჯე ვალენსიას, ვიცი რომ მაგარ ღვინოს აყენებ. ადრე შენ პირდი კიდეც? კი, ღვინო გავასინჯე რა იქ არავინ არ სვავს ღვინოს, ფეხბურთელი ღვინოს ასვავს. არა, ფეხბურთელი არა. თვითონ რა ხდება? მეგობრები კი, ყავს ახლა ოჯახის მეგობრები ყავს. ერთი ორი ოჯახი რომელიც ბევრი არა საჭირო ესე. 5 ლიტრო ჩაიტარო ყოფის ერთი თვე ყოფის. ლომაიას მოწო შენ. ლომას არ გავუშინჯია, შეპირებული ვარ და ხა გავაშინჯებ. კაიგე ბიჭო. სულიკო დავითაშვილი ჩემპირდა. ღვინოს ადრე და მახსოვს სულიკო თუ ზურიკო? სულიკო სად არის ხო არის? საფრანგეთში იქნება სად იქნება? არ ვიცი. დაიკარგა ხო? აი მაგარია ეგეც რა. აბრეზიჩი. მე მაგენისგან ვისწავლე, მე დაკარგვა და კი მომაგენით მაინც. აი ხა აქედან საწახვიდოდი გო. მაშინ ხარ ჩართული ხო? აი შენთვის ეს ეტაპები ხო მიდიოდა? აი რო გიო ხან, აი ჯერ იყო დინამოსკოთან მოიკლა ხო თავი?
პირველი დაწესება. სტრიმით უყურებდი ჩვენ და რაიოვასთანაც ძალიან კომენტატორს ვიყავდა, ლინკი იყო იქ და არა, მაკედა ეგ იყო პირველი და მე რაც მახსოვს, კარგად. ხო, ეგ სეზონია. აი ერთი რაღაც ვთქვა რა. აი აქ რო თამაშობდა საქართველოში. მაშინ აი თითქოს ხალხი ვერ ატყობდა რა ნიჭის და პოტენციალის მეკარე იყო რა. და რო გადიხარ უკვე, ეს უკვე ბარომეტრი ხდება რა. იქ უფრო ჩანს რა შეგიძლია. ხო ესეა. ეგ შეიძლება აქ ძალიან მაგრა თამაშობდი, მაგრამ ფსიქოლოგიური მომენტი არ გეყოს, რო გახვალ და ვეღარ გაკაჩო და უფრო უარესი ფსიქოლოგი არის. აი იქ რო ვერ გააგზელებ და უკარო ბრუნდები. ხო, ეგ დაწყმა, ეგ პენალტია. დაკლებ ცოტას ლაპარაკობს, ხო? ზოგადად. ნუ გააჩნია ვისთან როგორ. არა, აი თვითონ ტიპი ჩანს ძალიან შვიდი. ვისთან როგორ ეხა სახში რო ელაპარაკებს ვიცი, კაცო. არა, ეს რას გეუბნები? ეხა თამაშებზე აი კი არ ვადარებ ეხა იქ თემას. მესიზე რო თქვენს რა ადამიანი ყოფილაო, ხო იცი ხუბი რო დაიწყო იქ და ამანაც თამაშებზე რო დაიწყო, რაღაცა მომენტში დაიწყო. ეს მეკარის პოზიცია ესეთი არის, ჩემი აზრით ასაკი ჭირდება ყველაფერს. თავიდან საერთოდ ვერ ლაპარაკობდა თუ არ ლაპარაკობდა. ჩვენ წავყავდა ივაში ტელევიზიაში ძალიან მოგზაურები და მოყევის ილესენი პანჩური რაღაცა გასაგები. არა, ეგ როგორი ტიპია, იცი? აი შეიძლება არაფერი არ თქვას, მაგრამ ორს გეტყვის და საკმარისია. მაგრამ ეგ კარნახს ისეთ ისტორიას მოგიყვება რომ საკმარისია. მოგიყვება, ხო, კარნახს არ ეხება ეგ. კარნახს ძალიან მომატებული აქვს, უკვე ლიდერი არის, ჩამოყალიბებული ლიდერი არის და ვუწდი იმაზე ვინისიუსთან რო დაინახე ეგეთი საერთო ნუ ეგ სიტუაცია თავიდან გაკვირებული ვიყავი, ესეთი გადაღება იყო, არ ვიყავი თამაშზე და ზუსტად რა მოხდა გითხარი რა. ზუსტად რა მოხდა და მუსა არის, მაგათი გუნდელი იყო, გიოს მეგობარი არის, ეხლა მილანში თამაშობს ვასწრები და აი არ ჩანდა ესეთ სიტუაცია იყო, ჩაარტყა ფეხი ძალით, რა გუთი არ მიცა და წაქცეულზე ჩაარტყა და აი ეგ მომენტი იყო და აფეთქება მოხდა და გამიკვირდა გიოს აფეთქება იშვიათია. რა ითრია ბიჭო, თანამხელა ხელებია. ესეთი მომენტი არის, ახლა შეიძლება არ გინდოდეს მასე აფეთქება, მაგრამ აი რო დაგესევა ამდენი ფეხბურთელი გაწევა, გამოწევა, ისე მოხდა რომ მოდირა თუ ძმახარ ეხლა ზიდანმა თავი დაარტყა მატერაცის რა. მოდი რა ეხლა ეგ ხო ხდები ეხლა ზიდანზე თავშეკავებული და განათლებული ტიპი ბევრი ბოედანზე ბევრი არ მინახია, მაგრამ ისეთი გაუკეთა იმან და ეხლა როცა სხვათა შორის ჩვენ ინგლისელებს რო ვეთამაშებოდი ჟურნალისტები აქ საქართველოში რომელი წელი იყო ხომ მოყოლილი მოხდა? მოდი 97 ბრუკინგმა წაქცეულს ყობას ჩაარტყა ხო არ შეიძლება ეხლა ბექა ბალარჯიშვილი რო დაუშვა ამ შენ ბრუკინგს წარბი რო გაუხედა რეპორტაჟზე ის და ბიჭო ბექა თუ უყურებ შეგენა წვალები და ისო კასტეტი ეკეთაო მე ბრუკინგმა ტყილები თქვა რა კასტეტი ამას იცრები ქონდა ესეთი და ეგ მოედანზე გამოდის მდგომარეობიდან მაგდრო ძალიან რთულია თავი შეიკო მაგრამ მე არ მაქვს უარყოფითი შეფასება თნელისთვის ახლა წითელი რომ მიეცათ გიოსთვის იყო მაგის შანსი მე კინამული გამისლა სანამ ბარათებისკენ რო წაიღო ხელი მეთქი არა და მიეცა რა 4 თამაში გამოტოვე დამთავრებულიყო ჩემპიონატი ბოლო თამაშები იყო და გადარჩენის წილზე იყო გუნდი აი გადარჩებით არ გადარჩებით აი გუნდის და გადაღუნვა იყო მაგით რა კიდევ კარგი ვარის ეპოქაში მოხდა ეგ იმიტომ რომ რამე ნახა ეთყობა იმან რა ეხლა რაც მოხდა რა ამან რაც იკადრა წეგან სანამ ჩაწერას დავიწყებდით ამბობდი რომ გიოსთვის რომ რამე ეკნა არ ეთყოდა არაფერს აი გიოსთვის რომ რამე გაეკეთებინა გიო მოუთმენდა და სხვანაირად მოიქცეოდა მაგრამ ისე სიტუაცია შეიქმნა კაცი წაქცეული იყო და ურტყამს ეს თავზე ადგას ახლა მარტო ქართული სიტუაცია არ არის ეს ფეხბურთის სიტუაცია რომ შენ გუნდას უნდა დაუდგე გვერდში და არ მიაკარო. თან ახლა ვიძებს საუბრობთ ხო? ძალიან მაგარი ფეხბურთელია ვინისიუს. ძალიან მაგრამ ხო მაგრამ თავანია შესაძლებელი. არ ჩაუვარებ. უფლო. ვინმე? მე რამდენი აქვს? 50 ევროა ბევრი კი არაფერია. აი მე მოგცემ და მე 1000 გამოვართვენ მაგას რა. გადაგვაბარეთ ხო. დაწყავდი. რა იყო მართლა აი მესქნა რაღაცა ნაყინი მაინც მაგრამ შეხვდებიან ეგენი. ისე გაასწორა იმ კონფლიქტის მერე რომ ეგეთი იუმორი შენა ეს უბრალოდ ჩანდა ეგრე თუ არა მის მერე სამჯერი თამაში. კი კაცო. მე შემდეგ თამაშზე 2 გაუტანა მე მგონი თუ რაღაცა გიო ხუმრობდა გამირიჯგვინა თავი გეიტანა გევიდაო რა. ხო. არა ძალიან მაგარია. შანსანი იყო თუ ავსტები რომ გაუტანა მაგით. ძალიან მაგარი არის ნახდათ და მაგრამ გამაღიზიანებელია ტიპი რა უბრალოდ ეხა ხალხისთვისაა გამაღიზიანები პირველ რიგში. ხო, ნუ ეხა მადრიდისტასაც არ უყურებს აკეთებს რასიზმ რომელიც ესემ წავეთ მაგით. მაგრამ ესეთი მაგარი რო ხარ უნდა მოითმინო ყველაფერი. ვალვერდეს გულშემატკივრის ხიდომობ რა ესეთი მაგარი ფეხბურთელი რო ყავს შეიძლება ხა მადრიდის გულშემატკივრებს ეს არ მოწონს მაგრამ ესეთი მაგარი რო ყავს ფეხბურთელი. არა ვალვერდეს რო აუღო მეც შოქში ვიყავიო თვითონ მამარდამ ამბობს აი მაგაზე რომ უყურებდი ხო გაგიშტი იქაც იმ თამაში ხელით რო ვინისიუს რო წაუჭირა და აქაც ეხლა ბერნაბეუზე რომ მოვიგო რა აი და კიდე იცი რა გაიხსენე მაგას რო გავგიჟდი რა სიამოვნებას ვიღებ ხო ადრე როგორი სიტუაცია იყო იცი აი თუნდაც 3-4 წელს უკან ახალი დაწყებული იყო მაღალ დონეზე თამაში
აი ძალიან ბევრს ნერვიულობდი რა, ისე ნერვიულობდი რომ შენ ხარ დარწმუნებული ვარ გონია რომ აი მაგას ვერავინ ვერ გაუტანს. როცა ხოძე არის. ხო ეგრე გონია, შინაგანად ვითხარი. ეგრე არის, ეხლა მით უმეტეს ეხლა ისეთ ფორმაშია. ეხლა გადახტები შენ რამე რო იყოს. რავი, გაჩნია მინდა მეთქოს და საერთოდ. ჩვენ მინდა გიტყვას. სამ-სამს შევეჯიბრებ. აი ეგ მერე ესე არ დაუბერებულო ახლა სამჯერ გადავხდე და არა, მაინც ეხლა რაღაცა ხო ის ინგლისში ვიზა გაგასაღი ვიზაზე რა შევ. მოაგვარეს მენეჯერი ვიყავს კარგი და იმედია მოგორდება. ხო ინგლისი იმედია ახლა ერთადერთი ეგ იყო რა ინგლისი. გიორგის საბუთები თუ ოჯახის ვიზა არ მოგვარდა და მაშინ არ ყოფილი. ხო შორის კარას ქონდა იქ რაღაცეები ბადრის ადრე მითხარ რომ არც ეგრე მარტივად არ არის, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ახლა რა თქმა უნდა მაგრამ ახლა ყარა ინგლისის კონტრაქტით არ არის და ინგლისის კონტრაქტით. ინგლისი ერთი მაგიტო გული კი არ დავწავს რა სისულელია, მაგრამ აი წასვლა ცოტა პრობლემატური იქნება თამაშებზე ეგ არის ვიზები ბრიტანეთის რა. ყველას შენ რამდენი ნომერი გაქვს ტელეფონში? მე მგონი ამ საღამოსას გამოვხსნილო. არა, ჩემი იმედი კონდეს ახლა გამორიცხულია. ბილეთები. ერთი 15 ჩიმური ტელეფონები რო ხო 25 ნომერი. ამ გადაცემის შემდეგ მაიკას ოდე ინახავს ზოგიერთები, აი უეჭველი ნომერი უნდა გამოვთვალო. ისე გულს. კაი, წაიღე არ მიდო. ეგ ისე ხახდო 5 თვის უკანელი შენახული მაიკაა და პროს არ მოგიტეხე. დავით არის ხო ეგეთი ზარი ვალენსიაში წამიყვანი და წამიყვანი აი ეგეთი არაფერი. არა ბიჭო ახლა ძირითადად ახლა ყველას მაიკა უნდა, საჩუქარი უნდა და ეგ მაიკა და მილოცვები ჩაწერა და რავი მე ძალიან დიდი ბოდიში ეგ დაბადების დღის მილოცვა და ეგ იცი როგორ ხდება ძალიან ბევრს რა მართლა ბიჭებს ვაწუხებდი ხოლმე სულ და აკო ვიღაცები წერდნენ ბიჭები მე ვაფშე მაგას გეტყვი და მე ეხა მერიდება უკვე ყველას ვეუბნები რომ მერიდება და ვეღარ ვეუბნები და თვითონ ვაფშე მაგას გეტყვი კიდე კაი მიცვალებულზე რო არ არის ვიზიარებ წუხარებას და გირეკავენ ამ ის სამძიმარი უთხარი ოჯახს და ერთ-ერთი არხი გამახსენდა ფეხბურთს უყურებდი გაწყდა ზაფხულში სოფელში გაწყდა და აბონად და ეგ რა თქვი ახლა ეს რო გავა მე ეგეც დაიწყება ოი ბებია ჩემი ელპიტე გარდაიწყო სამძიმარი უთხან ოჯახს ეგ არხს არ დავასახელებ იყო ეხლაც არის მე მგონი მარხზე. ой მე ხა წარმო არა ხო და ეგ კუბო რო ჩავს და გაცემ სანთელი აი თუ როგორ მახსოვს მანჩესტერი რაღაცა იყო სუპერთასის ფინალი. ეგეთი იმ არხმა რუსტავიორის ლინკით გაუშვა. წამოწოლი რომ უცებ გაწყდა და სანთელი აი თუ აუ აი ლინკი ხომ არა წამედი მამარ და სამძიმას ეუბნება ვიზიარებ ბებია ელპიტეს მეუბნება ой რა მოგაფიქრებ ეს არ გაუშვათ ჩემი კაი გეუბნები ბიჭო იმ ლეგვის არ იყოს ლეგს რო ისავდნენ და რო იწებოდნენ და რო ლაპარაკობდი რომ არ შეიძლება კიდე მეტი რო ისავდა და ერთი კიდე ბოლოში კიდე ერთი დააწვინეს და რატო წაისვია და მე მაცივარს ჩავაცია და ცივი იყოს ამოდა ხო ეს ახლა რა თქმა უნდა ხუმრობა იყო კაცო დავით გავს ისე მანერებით კარში რო დგას არა მაგარი რაღაცეებით არა მაგარი როა გავიგე მაგრამ რაღაც მამა შვილი რაღაც ხო ხდება ერთი არის პენელების აღებაში ვჯობდი და დღეს განახეთ მაგას იცი რა აი აღნაგობით რა ეხა მეუღლეც მე როგორც ვიცი მაღალია ესეთია და გენეტიკურად აი ეთყობოდა ალბათ ხო რაღაცა მე ხა რო ვიყავი ადრე აი ნოდარსაც ვყებოდი გელზეკერხეში ჩავედი კობი რო თამაშობდა შალკეში და იქ რაღაცა დრო მქონდა კობი არ დახვდა რაღაცა ხანახი და იმას შემიყვანეს ცენტრში და ბავშვები რო შეყავთ და მონაცემებს რო იღებენ ეს რამსიგძია სპარტაკის გიო დინამოში აკადემიაში რომ მივიყვანეთ მაგარი აკადემია აი მაშინ უცხოელი იყო ესპანელი იყო თუ არ ვთქვი აკადემიის უფროსი და კარასკო და მაშინ დაგვიბარა მშობლები პატარა იყო გიო მაშინ და რო დაგვინახა და არაფერი არ ვთქვა კარგად იყავით გენეტიკა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება არის ახლა სიტუაცია გამოსლებიდან გეუბნებით ყავდეს мама მაღალი დედა მაღალი მაგრამ არ წავიდეს გენეტიკას ბოდიში კუნძულს ეთყობა რა კულტურის განვითარებაზე ძელი კუნთი აქვს თუ ჩანჯდარი კუნთი აქვს ფეხბურთას აი რა ამპლუაზე შეიძლება აქცენტი გააკეთო 8 წლის ბავშვზე ამას იკრებენ ეგ უკვე მესეების დონეზე ავიდა რა ეხლა ამედრო ფეხბურთთან ისეთი გახდა ეხლა რა ვიცი რატო ნუ ჩვენ უბრალოდ იმ დავიწყე ჩემ შობლებს ნახულობ და ბებიას და ბაბუას და შემდეგ მე კუნს ვაკვირდებით რომ სხვათა შორის ყოფილა თქვა გენეტიკურად შობლები არ იყვნენ მაღალი მაგრამ წინაპრები ყოლიათ და მაინც აი მეტო ვახსენე ბებია და ბაბუ ახ მე რელიგაცი ვარ და ბებია და ბაბა ვიტო მერლები ვართ ყველა რა პრასი რამე შემდეგ მინდორზე რომ გამოვა ბავშვი უკვე იმას ეთყობა აი ეთკვირაში შევატყობ კუნთური განვითარება როგორია თოლი გაური გაია ციცკა უნდა დაამატო ციცკა თოლი გაური ხო და მაგარია ძალიან მე მე არა შაპირებულია და გორეზე ვარ აქ
ეხლა ამ გოგოებიც უნდა გადაპარაკო აუცილებლად. ჯერ ირისე გითხარი, როგორია? ძალიან მაგარი პირველ რიგში. მე ვატყობ, რომ ძალიან პირველ რიგში ძალიან მეგობარი არის, კარგი ადამიანი არის, პირველ უთისებიდან გამომდინარე. დიდი გამოცდილება აქვს ქალთა ფეხბურთში და ძალიან ბევრი რამე შეიცვალა მისი მოსვლიდან, თუნდაც აი ბავშვებთან დამოკიდებულება რა. გოგოებთან დამოკიდებულება, აი გოგოები თვალებში უყურებენ და აი რა სიამოვნოს, აი ყველაფერი ჯერათ რა და წარმატებაც მაგით მოვიდა შაშან ერთი წლის უკან ქალთა ეროვნული ნაკრები ჩვენი წარმოიდგინე პლეი-ოფში ვითამაშეთ ეს დიდი წარმატება არის და ეს მომავალი თაობა ამას რო უყურებს ძალიან ბევრი მონდომებულია უკვე რომ უკვე ფეხბურთელი გახდეს. ადრე რატომღაც ერიდებოდათ რა ფეხბურთელობა ხო იცი ახლა აი მშობელი გოგო ყავს. კი, სტიგმა იყო ეგ რა ფეხბურთზე გამიგაყვანი და ბავშვი და ისე წინ მიდის უკვე ქალთა ფეხბურთის ჩემპიონატის დიერდება აი თუნდაც ფინანსური მხარეც თუნდაც მინდვრების და ეს თან მაგარი ტიპები არიან. TikTok-ებზე, ემებზე სალონებიდან დებენ ფოტოებს გადაპრანჭულები და ეს ჩვენი მეკარე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მეგონი ევროპაში. ეგრე არ არის. ყველაზე კარგი ფეხბურთელი ვყავს. მაგარი ტიპია ხო იმენა სანსახარები. აურა, კაი აურა. არა, ყველა საერთოდ რო შევედი მივესალმე ძალიან ჯიგრება. მოდი დავასწროთ რა ჩვენ პელებს ამბობ, არ გაეხა ეძილება. არა, ხო, ვარჯიში ექნებათ. აუ რა მაგარი იმზადები. მამარდას ვიდეოებს ხო გიგზავნიან? აი სავარჯიშო ვიდეოებს. იმ ვარჯიშის მეთოდოლოგიას თუ იყენებ აქ ბავშვებს. თითქმის ყველაფერს, როგორც ჩემებურად გადავაკეთებ. ხო, ეხლა იმიტომ რომ ეხლა როდესაც ბიჭების ვარჯიში არის სხვა ინტენსივობა უნდა სხვანაირად ხდება და მიმართულებას თითქმის იგივეს ვაძლევ. ეხლა ძალიან საინტერესო არის, ადრეს კი ვაკეთებდით, მაგრამ ბევრი ვარჯიშები შემოვიდა ბურთის ამოტანაზე და ფეხით თამაში, რასაც ვაქცევთ. ესაც გიოს აქცევენ ყურადღებას და ყველა ვარჯიში იწყება ფეხით ამოტანა პატარა კარებებში და მე გზელდება დანარჩენები და ეს მაგმართულებით ვიდივარ. სპეციფიკა ხა გოგო ბიჭების სხვა იქნება ეხლა ალბათ მაინც ხო ეხლა მეთოდოლოგია შეიძლება რაღაცა ერთის რაღაცა იყოს, მაგრამ რა ვიცი ეხლა. აი სიმართლე გითხრა ვარჯიშობ და ესო როგორც ბიჭები ვარჯიშობენ ისე ვარჯიშობენ. უბრალოდ ახლა გოგოს აკეთებინებ 2 საუნს, ბიჭი აკეთებს 6-7. ხო. ეგეთი სიტუაცია. ნუ ახლა ჩვენ კვირის გრაფიკში რო ჩავждებით ხოლმე, ახლა ყოველდღე გოგოები არ დახვდნავენ. პოზიციურ თამაშს ვაქცევთ ყურადღებას, სად უნდა იდგეს. ტექნიკური თამაში ვასწევთ და ერთი დღე გვაქვს, რომელიც ფეთქებას უძახი და აი ნახტომი და ასე. არა, კაია. კი. არა. აი დღეს რო გადახტები ნახავ. მე არ გადახტები, შენ გადახტები. მე გადახტები. მე არ თვითონ გადახტომ, ისე აგიღებ რა. აბა, ხო, ეგო რო შე. ეგრეა საქმე. რა ვნახავ. ამას ვიდეოები ექნება, ნანახი, ანალიზი ექნება გაკეთებული. რამდენი პროცენტი მარტს ვხვდები, რამდენი პროცენტი მარტს. ეხა შენ ეს მიხვდები, მე მაგ ჯვარედინი გაკეთებული. ბურთი არ დამირთყავს 1-5 წელია საერთოდ. მე რატო იკლავ, თავ ჩემთან იკლავ. ნასოკი ვერ აიღებს ვერავით მაგ. მინიფეგურს რო თამაშობდი ნასოკავი. ნასოკს ურტყამ შვაში დაარტყამაში. რატო კუთხეშიც ჩვენივრად წასისინდება. დააცელს კუთხეში ნასოკი აპასნია. მაგას ყველაფერს ნახავთ და იცი რა მეინტერესებს. ეხა როგორ თამაშები, ბარე მაგაზეს ვლაპარაკოთ რა. და ხვალალი ლიგის ფინალით არ მაგაზეს უნდა ვილაპარაკოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალიც რა. თქვენ თამაშებზე გითხარით ჯერ გოგოების ეხლა კონკურენტული გუნდი ვართ. შენ ამბობ რომ ეხლა ანდორას ვეთამაშებით და კიპრი ჩამოდის და კვიპროს, თბილისში. ცოტა დასწრება მინდა რომ მეტი იყოს ხოლმე რა გოგოები, მათ კი დადის მაინც ხალხი, მაგრამ დადის და ძალიან მადლობა მინდა ჩვენ გულშემატკივრებს უთხრა, აი როგორც ეროვნული ბიჭების ნაკრებს ყავს ფან-კლუბი, ეს თითქმის იგივე ხალხი მოდის გოგოებს გვერდში უდგანან და ეს ძალიან თვალში საცემია და ძალიან სასიხარულოა რა თქმა უნდა. აი როგორც ეროვნული ნაკრებს ბიჭების თამაში უყურებ ჩვენ გულშემატკივრებს, გოგოების თამაში რო დავინახე, ეს გოგოებისთვისაც არის დიდი мотиваცია. როგორია ეხა აი შენ თამაში მიტოვებულები არ არიან და და მადლობა კიდევ მინდა უთხრა ფედერაცია ძალიან დიდი ყურადღება არის. ნუ ახლა ბიჭებში რა ხდება კარგად ვიცი და რა გააკეთა ფედერაციამ, თუნდაც ეხლა თამაში მოდის და ეროვნულ სტადიონზე, სავსე სტადიონზე რო ვითამაშებთ. აი იგივე სიტუაცია არის გოგოების მიმართულებით ფედერაციიდან ძალიან დიდი ყურადღება, აი არაკლიათ არაფერი არ შეიძლება. თამაშს კი არ გეუბნები ისე გოგოები, ნაკრების ბიჭები და გოგოები? მოხდა ესე როდესაც მე გადაკვეთილი ყოფილი. არა, შეხვე უბრალოდ არა, ერთხელ იყო, აი მეორე ბაზაზე ვიყავი და გიო მომაკითხა და უცებ გოგოები და ესე სურათი სისტემა ისე. ნუ ეგ აიქნება ის ერთხელ რაღაცა ის ერთობლივი რო იყოს რაღაცა შეხვედრასავით რა. დავით ისე აი მამარდამ თქვა ერთხელ რა კონკიას ღაპარს გავსო ცვეჩიო ჩემი ამბავი. ეხლა დიმამ რაც თქვა ხვალინდელი ამბავიც ხო კაი პუნჩი ეგ არის რა მულტფილმივით სცენარია. მამარდა კვარა ისე განავითარეს კიდე ბიჭემალო ზურიკომ და ხალხი რა. უბრალოდ ლიგის ფინალი ეს ჩვენი ჩემპიონატიდან არ ვაკრინებ, მაგრამ უცებ გაიღვიძა კავკასიონ არენაზე ვითამაშიო და მეორე კვირას იქ ვიყავი ვალენსიაშიო რა და აი ერთ კვირის შემდეგ მილანთან ითამაშა ამ ხანოგლით. ხო. და მე ხეტაფესთან თან იცი რა ვალენსიაში რო გადავიდა, ჩემთვის ეს ვალენსია როგორი გუნდი იყო, მაგ დროს
კუპერის დრო ძალიან მაგარი გუნდი ყავდა, ვეროფინალები მივყავდა. კი, მანამდე კი იყო. მენდიეტა და ლოპესი და აი ძალიან მაგარი გუნდი ყავდა, შემთხვევით ესეთი გუნდი იყო, ძალიან გამიხარდა. ნოსტალგია. აი, რაღაცა იყო, აი ზუსტად. როგორი სიტუაცია ეცის საჭირო დრო, საჭირო ადგილზე აღმოჩნდა ახლა. ეგრეც არ იყო თლათ ჩავიდა მესამე მეკარე წესით, ისე აღმოჩნდა ის მეკარე არ გაანათხრეს, გახდა მეოთხე მეკარე. ხო და კარგად აიწყო ეგ. ისე აიწყო ახლა მე არ მიხარია რომ ვინმე ტრავმა მიიღო, მაგრამ ერთი მეკარე ტრავმა მიიღო, მეორე ტრავმა მიიღო და აი ზუსტად მაშინ ცნელმა გადაწყვიტა, გამოსტილი მეკარეც ყავდა გიოსთან ერთად, მაგრამ აქცენტი აიღო ახალგაზრდაზე, რომ ამას დიდი მომავალი აქვს. ამას შეხედვა უნდა. აი როგორც გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა, ადამიანისლება წეგან ვისაუბრეთ მაგ თემაზე, პირველივე თამაში ბათუმის დინამოსთან 4-1 წააგო და პირველივე ბურთი რაღაც ბავშვური შესწომით გავიდა და აი რომ გამოიტანა ბურთი კარებიდან, მე ტორპედოსნელი ვიყავ მაშინ და მირეკავს ხელმძღვანელობა, ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლოკომოტივიდან და მე უკვე წარმოვიდგინე, გავრჩე არ არის გიორგის ადგილი აქ და გუნდი უნდა მოვონახო და რაღაც ესეთი იმაში ვარ რა ემოციებში და შემოგთავაზეს დინამოსთან თუ დაალაგებთ კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი განათხოვრებით, მე ამის მივაწვევი, მე ამის ჯერა. ეხლა ვათამაშო 5 თამაშია დარჩენილი და მაინც დინამომ წაიყვანო, რატო ვათამაშო? ლოგიკაც სწორიც იყო და ისე მოხდა მადლობა დინამოსთან, რა თქმა უნდა, ყველაფერი დავალაგეთ ის, რომ ბავშვი განვითარებული იყო. ო არა, ყველაფერი ისე დაალაგდა, როგორც საჭირო იყო. ძალიან მაგარი ეს და ბადრი ბავშვი რო გაიძახა. ხო. მაშინ ბავშვები იყო. ეხლა ბავშვი არ არის, აბარა არის ასე ეხლა რა ბავშვი შვილი მაჩუქაა. ხო, ეგ კაკებოსალოცი ამბავია, ხო. პირადად აი ეს. ეგ ძალიან მაგარი ამბავია. აი ეგ არის რა, შენ თავს თუ სწორად წარმართავ, გამოიყენებ ჩვენი ჩემპიონატიდან ეს ტრამპლის გაიკეთე. ის ევროთასები რო არა შეიძლება ეგ ყველაფერი არ წოდება. ეგ თავისთავად ეხლა ისე მიეწყო. თელავის თამაში არავინ არ აკვირდება და სიტყვაზე ლოკომოტივის თამაშზე და თუნდაც კარგი გუნდია ბათუმის ტორპედოს და თბილისის დინამოს. მაინც იქ რო გახვალ იქ უკვე სხვა კრაიოვა მოსკოვის დინამო იყო და თასის ფინალი გახსოვს ფეხით რო იყო ქუთაისის მეკარე მე კვასხვამ მოიარა ხო ეგ თამაში გახსოვს ეგ თამაში გავარდა მე ამის რეპორტაჟი გავარდა ხო იცი ეს რო აპრენს ხო იცი ისეთი გადამწყვეტი სიტუაცია იყო დამთავრებული იყო თამაში პენალი დაიდო და კარგავდი ჩემპიონობას კარგავდი დატოვა ფეხი მე პატარა იმაში უყურებდი ბიჭო მონიტორში რა კომპიუტერზე და ფეხი დაუტოვა და ეგ გავარდა ანუ შეიძლება რა რომ ეს გავიდეს ჩვენი აი ცენტრალური თამაში ხალხი რო დაждდეს ცოტა დაძაბულობა ხო შეიფუთოს რაღაცა აი ხლა ხო გეუბნები ხა აი წამყვანი ლიგები რაც არის რა ისეთი შეფუთული არის რა ისეთი პიარი აქვს ისეთი ისა აქვს რა ხა რეგიონებში ხალხი დადის მაგას ვერ ვიტყვით ხო არა იგივე ქუთაისი ქუთაისი ბათუმი შამპური იყო ტორპედო ფოცის აი გეუბნები ისეთი თამაში იყო არ ჩამოუვარდებოდა საშუალო დონის ევროპის ელიგის იმაზე უყურებდი კი თან ბოლო წუთებზე გადამწყვეტი მომენტები დრამა იყო დრამა ხო და არა შეფუთვა უნდა კაი რა მე მარტო შეფუთვა რუშველის რა თქმა უნდა მაგრამ რაღაცა დრო მოვიდა რომ ერთი გუნდი სადღაც გაძრეს რა იმიტომ რომ ჯგუფურ ეტაპი გვინდა რა ეხა გეგუჩადის დროს დინამო გავიდა და ეგ არის იცავ რა მაგარი იყო გოგოემა გამოუშვეს გაგვაღვიძეო და კაი ლიგაზე ვილაპარაკოთ ეხა ფინალზე რა ვიცი ყვარას პარი სენ-ჟერმენში გადასვლას და ყველაფერი ქართველი მე ვთქვი რომ ყვარას გადასვლა სწორი არჩევანი იყო ახლა ვინ როგორ ფიქრობს მე არ ვიცი მაგრამ ჩემი აზრით სწორი არჩევანი საქართველოში მეგონი ყველა ფიქრობს ეგრე რავი გამონაკლისები არიან არიან რომ აი რა უნდოდა და რაღაც დაბალი თავიდან ეს აი საფრანგეთის ჩემპიონატი თუ დაბალი ჩემპიონატია რა ვიცი ხო მაგრამ სტაბილურად ჩემპიონთა ლიგაზე ხარ აი ზუსტად მაგრამ და თან მოგება უნდა ეგ არის აი ისეთი გუნდია პესეში რომ სულ ჩემპიონია და ვერ მოუმატებს თვითონ დაძაბული როგორ არ ხო და პესეშს დაძაბული თამაში არა თან ვისთან არის ხო რა მწვრთნელია და ახლა აპირებენ შეცვლას იმის გამო რომ ძალიან დიდი დომინაცია აქვს რა რომ პლეიოფი გააკეთო რო გუნდიანი არაფერს არ შეცვლის როგორც იმაზე გააკეთეს ეხლა ჩვენ ნაკრებზე რაგბზე რო გააკეთეს იგივე არაფერი არ შეიცვალა 10 კაც შეიძლება მაგრამ ნუ ძალიან დიდი დომინაცია ეხლა სხვა გუნდმაც გააკეთოს შადოს ხელაფულები და ეხლა ჯერ მომისმინე ეხლა ის ხავდა რა ქვია ბაპე, მესი, ნეიმარი, იქა იგი რამოსი, ბუფონი, რავი. ვინ არის ყველა იყო. ერთხელ გავიდნენ ფინალში, ხო თუ არა? კი, ეგ გუნდი გავიდა ფინალში. ეგ გუნდი გავიდა ფინალში, წააგო ბუფონმა დაამთავრა მაგის მერე ფსიქოლოგი. ეხა უყურე ხუთი მე მგონი არ გაუშვებს შანსს მაგ შანსს და მეც ეგრე მგონია. იმიტომ არა რომ ყვარა რა და მარტო ქართული. ეხა იქ ზაღლი გუნდი უნდა იყო ფინალში რო თამაშობ ორივე ზაღლი გუნდია. არა, მე მინდოდა იამალი ყვარა.
აა შეგინდო და აი ამ ბარსასთან იქ. და ვისთან მეტი შანსია, გეგ არასერიოზული საუბარია, ფინალი ეხლა. რომელია ხელსამოსაკრავი. მაგრამ კვარა ისეთი იღბლიანი არის. აი ისეთი იღბლიანია. მაგას დიდი მნიშვნელობა. სადაა გაგონო თავზე ხიზარა. ზუსტად მაგიტომ თქვი მულტფილმია რა ესე იგი პირველი სეზონი ჯერ აქ ჩამოვიდა და საქართველოს ჩემპიონატში 20000 კაცი მოიყვანა ტრიბუნაზე. რო გადავარდა ხალხი. წავიდა პირველ სეზონში ჩემპიონი გახდა, სერიას საუკეთესო გახდა, ლიგის საუკეთესო გახდა. სიმბოლურებზე აღარ აი მე მიპევენეს არ ვიდა. მე გადავიდა PSG-ში, მე არ ვიცახი რომ ეხლა ამან გახდა ჩემპიონი, სიას გახდებოდა, მაგრამ ხო გახდა. და ლიგის ფინალი გლიჯა და გავიდა და თან რას თამაშობს. და შენ კიდე მეუბნები ბადრი არ ჩანს, რაფერ გამოჩნდება ბადრი, ნუ გადავიდა. მე არ გამოხდებოდი. ეხლა დღეს შემეახობელია ჩინური ტელეფონები ჩამოვა 64 წელი კარტადებს შიგლი. ამ ხელა ტელეფონები რა. ბადრისაც როგორ უნდა გამოხსნა? ისე თვითონ გიოსაც ალბათ სულ წერენ გასაგებია. და მე არც არის გასაკვირი რა, ჩვენ ეხლა აი YouTube-ზე პლატფორმა გაქვს ძალიან ხალისიანის გад, ძალიან კარგად მესმის ხოლმე, როცა თქვა იძახიან უამბობენ უარ. ძალიან კარგად მესმის ხოლმე რა. ხო ახლა ისეთი არა, ძალიან კარგად მესმის რა. ეხა ერთი პრეცედენტი დაიშვება მეორე, თუმცა მე პირადად ურთიერთობა ყველასთან ძალიან გადასარევი და კაი მაგ და არასდროს არ წყენია რა. მაგრამ შენ მაგარი გზდია მაინც. არ დაგანებეს მაო თავით. იცი როგორი სიტუაცია არის ხალხი კატეგორიით ჩასაფრებული თემა აქვს და აი როგორი საუბრებ კი გინდა ვიხუმროთ რაღაცა და აი ზოგი სხვანაირად უყურებს ამას. ეგენი ეგ არის მაგას კეთახმები. ესე იგი ციცქას ოლიკაური გასაგები. კი ძალიან მაგარი შუშხუნა საშამპანიური მასალა. კიდოლოდი აუდუხდი ჩემ რა. აუ ვიტო გითხარი ჩხარი ხარ მეთქი ახლა ამ შვასბორზე რომ მომინდომე ინტერვიუ ჩაწერა. ვიდო თამაშის წინ ვიდო და შეყოფილი ხარ. ხო ხვალ ფინალია რა. როდის ჩადის ის სად არის ვარ სად მიდის დღეს რო ითამაშებს მამარდა სად წავა მე. იქ ჩადის თუ აქ ჩამოვა ცოტა. მამარდას აქ არ თქვა აქ და მაგრამ ისეთ ადგილზე მიდის მაინც ვერ ჩავა ამერიკაში ავიდოს თქვენ წასვლას სკულზე და ნუ დაისვენოს გასმა რა დაისვენოს ხო ცოტა იქ ვერ ჩაიგეთოს რა არა და ბეტისთან ახლა გაითამაშა მე ხო იცი მანჩესტერის გულშემატკივრი რომ მთელი რასთებიჩები თავი მახსოვს და ეხლა ეს ფინალი რო ითამაშეს კიდე რა აი ეგეთ მაშინაც რომ მოიგეს ის ფინალი საშინელება ითამაშეს ეს ფინალი საშინელება ითამაშეს ეს ფინალი ცოტა თulis ეთამაშვა ლივერპულს ვერ გადავერთვები მაგრამ ლივერპულისკენ ვიქნები ხო ახლა ლივერპული არსენალზე მე ეგეთი მიდგომა ერთი წლის მერე დაგელაპარაკე მათემატიკას არა მე ეგეთი მიდგომა მაქვს არა შეგასწრებინე მაგ მიდგომა არა რა შემასწრებინე მანჩესტერ ლივერპული რო ითამაშოს ლივერპულისკენ ვიქნებით მაგ ხო მაგრამ ვიქნები არა მაგ სხვა რამეა ვიქნები რაღაც ვერ ხარ მაინც რა ბოლომდე მყარ ხარად ვერ ხარ მე ვერ უღალატე სვირინგიმა გაკეთებული მართლა კი არა ჯემა რა პირველი შენ გითხეს მაშინ ვალენსიას ტრანსფერი შენ გითხეს პირველი კი გიოს არ ვაგებინებდით მაგაზე კაი ხმულობები იყო ხოლმე რას არ აგებინებდით აი ვალენსიას ტრანსფერი საუბრებოდით რა აგებინებდით 2-3 თვე მიდიოდა ეგ საუბარი და ხა ფეხბურთელმა არ უნდა იცოდეს ახლა მარტო ვალენსია არ იყო ეგ ბევრი გუნდები იყო და ამდენი ინფორმაცია 19 წლის ბიჭთან არ უნდა მივიდეს და გამოხშირო და ასე რეალობა იყო და აი რომელიღაცა გულშემატკიმა რომ ვალენსიის გულშემატკიმა გახეთქე ეგ ამბავი და გიო თამაშობს რაღაცას კომპიუტერს თამაშობს ვალენსიის გულშემატკივები წერენ უკვე პირაში რა მირეკავს მამა რა ხდებაო და აქედან გაიგო აუ ჩემ მენეჯერს ურეკავ ბიჭო რა საკეთებ აუ ზედასფიცო არაფერიოს ვა ეგენი ვინ არიან ისე თვითონ კი გასო იმას თამაშის დროს გაიგო ეგ გავიცოდი მაგრამ უყვართ მაგრა იქ კი ძალიან მაგრა უყვართ რა კი მაგრამ ეს მე რატომ მოყვე ვიცი აი გიო მარიცოდა რა ხდებოდა და მაცადე კაცო კომპიუტერს თამაშობს რადოს ვალენსია და გრანადასთან რო ქონდათ დავით გრანადასთან ლოკომოტივს ტვიტერზე იმას ვქენი რა ქვია ლინკები დადეს რომ ნახეთ რას წერენ გრანადას ფანები დაიტოვეთ გულშემატკივრები წერდნენ ხო დაიტოვეთ ეს მე კარე და რაღაც იქ მაგრა ითამაშა აი მაგის შემდეგ კიდე ბევრი დრო გავიდა რაღაც ბევრი აი როგორ არის იცი აი მაქსიმალურად წურავენ აი მაქსიმალურად ყველაფერი იცოდნენ მე ვინ მიყავი ოჯახი ვინ იყო სათამაშო ეგრე არ არის ფეხბურთელი მოგეწონოს და დავაპირდა კონტროლზე ისო ფინიშზე გითხარი აი მაგას ვენაცვალე რა ქვია ენი რა ახლა ის აი როგორისა გაქრები რა ვიცი როგორ გიც ახლა ვიყო ჩასულო ვიყავი მეთქი ჩააცვით ბავშვი და გავაკატავო და გავასეინო ეზოში და რაც ჭიშკრასთან არ ვიყავ მსვლე ეძინა მაიმუნო გეღვიძე ახლა ეძინებ ერთი გავიბლატაებ შვილიშვილთან ერთად კალიასკის აუ მაგარია კაია სანსაგი აი ისეთი აი გიოც უკვე სხვანაირი ხო შვილსო დაინახავ რაღაცა კი მე ფასეულობები გეცვლება რაღაცა სხვა თან ბავშვიც იცლება ყოველდღე იცლება ხუჯე პატარაა და ყოველდღე იცლება და ეხლა ალბათ უგინდა რომ უკვე დაიწყო რაღაც მაიმუნობა დაიწყო უკვე თვალების პაწვახი ეხლა როდეს არის 5 დაიწყო ნელ-ნელა
დაწყებულია, იქ მალე იწყებენ, ხან ხო იცი რობაში. ესე აყავს ხო გიოს ალბათ. არა, გიო. გულზე დაიწეს. გულზე დაიწეს და თავს აქიცინეს. კარგია. კარგია, შევეჯიბროთ თუ? არა, ჯერ კიდევ ჩვენს მაყურებელს მადლობა მინდა უთხრა კიდევ ერთხელ და გამოგვიწერეთ და მე ვერ მომხმე, მე დაგულეთ თუ რა როგორ უნდა და ლაიქეთ და გამოიწერეთ ლაილაის YouTube. 23 ამდეზე ვართ და რასული? აი 23-ს უახლოვდებით. 23000 უკვე ჩვენთვის მაგარი ციფრია, მართლა გეუბნები, იმიტომ რომ ჩვენ ეს რო დავიწყეთ. რა ვიცი, სულ გვინდოდა რომ თან ისეთ აი პერიოდიც დაგვეთხა, მოდი ესე ვთქვათ რა. რა იყო? არა, ბიჭო, პერიოდი დაგვეთხა სპორტში რა, ავი, ყველაფერი ისე მიდის რომ თუმცა ხალბატონი მადონა კოიძეც ყავდა. კი, ვინ აღარ ყავდა? აქ არის ასადილო? კი. ეხა მადონა მოდის, შეგვითხრა დღეს თუ იქ მიდიხარ. სვათაშორის ძალიან კარგი პრობლემები ყავს და ფეხბურთელები ძალიან ყოფილი. სადილ რომელზეა? ორზე. ნუ და ნაჭამი ხო არა ხა? გააჩნია რა არის მენიუში. არა, კატლეში. მე რო შემიშვა აღარ დაუტოვე. სპაგეტი ხო გაქვს? სპაგეტი. სპაგეტი აუცილებელია ფეხბურთში. ხო, მოხარშული ხორცი. აჰა, ეგ. გინდა? წავედი, ადიოს. მე მოგიყვებით ერთი აი თბილი მოგონებებში არის ფინალი რო ითამაშა 3 წელს უკან. ფინალამდე ნახევარფინალი იყო, სახში მოიგეს თამაში. ვალენსიამ და აი როგორ გითხარ ხო 50000 კაცი სტადიონი გამოვიდა და გარეთ გას. ხო. და ახლა მესტალია საქახს ესენი აივნები აქ რა. კი, მენაყოფ. აი ფეხბურთელები გამოდიან და ეს 45000 კაცი ქვევით და მღერიან და აი ესეთი ატმოსფერო იყო ხო ასე ხო თან მის უმეტეს შენი შვილს უმღერიან მაამარდაშვილი რაღაც და აი ადგილი ის ნემსი რო არ ჩავარდება აი ესეთი სიტუაცია და ნუ ჩემი მეუღლემ რაღაცის ფეხი დააბიჯა და ნახა ტელეფონი აგდია ძირს რა. და აი ისეთი სიტუაცია უნდა წავიღო რა ტელეფონი რა სუში ტელეფონი და აი ეგ არის მანქანების გაჩერება, სადაც ფეხბურთელები მანქანებს აჩერებს. გვისნობენ იქ და იმას მივესით დაცვას რა. ამ დროს ეკავს ტელეფონი, ტიპმა აიღო ესპანურად ეუნება, რომ ასე მოიტანეს შენი ტელეფონი, ჩვენ ხო გვისნობდა და სანამ მეტყოდა ვინ ვიყავით, ის არ გაუშვა ხალხიო, მაიკა უნდა ვარ, მაიკას გამახსოვს. მაიკა უნდა ვაჩუქო. ხო და ამან უთხრა მამარდაშვილის ოჯახი არის. გაჩუნდა ახლა აი მამარდაშვილის ოჯახს არის მაიკას ფასტა. მაიკა რა თუნდა. ნუ ეგ გავიდა 1 საათი რაღაც ხალხი დაიცადა და გადმოვიდეს გზაზე ფეხბურთელები რა მანქანასთან და ხომოღი ხალხი მოსდევს რომ აი ზოგ სურათი უნდა ავტოგრაფი რაღაც და დაცვასთან რომ მივიდა და დაცვეუნება გიოს რაღაცას. ვიღაცამ რაღაცა უთხრა და გიო მეუნდება მამა რა ქენით ასეთიო ყველა რო იძახეს რა ოჯახი ყავს რა ოჯახი ყავს. აა ტელეფონ გააბაზა. ყველაზე მთავარი რა ხდება. მანქანასთან მივდივარ და ჩვენ მანქანასთან 5 ადამიანია. დედა შვილი და რა შეიქნა იცი? გიორგის ადმინისტრატორის მეუღლის ტელეფონი ყოფილა. 45000 კაცი. რა მაიდა. ასე ხადა. მეთქი არ გააპა მაიკა სადაა მეთქი ახლა მეორე დღეს ორი მაიკა წაართოს გიოს. ეხა უკვე მე იმას კი არ ვიძახი რომ უცხოელი არ გააკეთებდა მაგას და რამე, მაგრამ ეგეთ რაღაცებში ჩვენ მაინც ავი ამდენი რაღაცა არა მე ასე გამეცინა იცი 45000 კაცი მანდა მაინც გიორგი არა ეგ იბება ადმინისტრატორის მეუღლემ დაკარგა იქ მანდა მაინც ტელეფონი თითქოს სპეციალურად შემოგიგდოთ რა ტესტი ჩაგიტანეთ აი იქ ვერ შემოვაგდეთ ვის ამბავი იყო ხსოვდა ქუჩაში ისე კი როგორ არა ეგრევე აი ჯერ გიორგი საერთოდ გარი არ გადის და ჩვენც უკვე ისე ვართ რომ აი ზანიშვიათად არა იცი რატო ეგენი მაგათ რო უყვართ ეს მეკარე ფეხბურთელი რო უყვართ იმის თელ ოჯახს ნახულობენ ყველაფერი იციან საერთოდ ახლა მე გიორგის მანქანით დავდიოდი ახლა გიორგის თავის მანქანა ჩაყვანილი ყავდა და გუნდის მანქანით დავდიოდი ქალაქში და ყველა მის უკვე მაგის მანქანა აუ სიგნალები და ერთი აბა რაღაც აუ მაგარია რა ფეხბურთზე მაგარია რა სხვანაირად უყვართ აი რაღაცნაირად თბილი ძალიან თბილი ხალხია რაღაცნაირად ეს მაგ ჩარჩენილი და ეს უნდა კითხო იმიტომ რომ მე თონაც ვერ დავინახე თავიდან ჩეხეთთან თამაში ვიძახი აი ეს გამეორებად სანამ არ ვნახე ვერ მიხვდი რა ამარო აიღო არა მაგ რეაქციებზე არა მართლა უნდა კითხო გუწმედათ რა ეხა მეკარე ხო ხარ ეგ ხო არ ისწავლება არა მაგ მეთი ასე არა ისეთი ბურთები აქვს აღებული რომ აი მართლა რო მე არ მიყვარს ის აუღებელი ტერმინი არ ვცნობ რა მაგას აუღებელი რა არ არსებობს ხო მაგრამ კდარი ბურთი და რაღაც მაგრამ ეს ამას ისეთები აქვს ეხა ბევრ მეკარებს ისე დონეზე თამაშობენ ახლა არც მიყვის მე მაგენით ბურთკაი ბურთები აი ზომერი მაგარია ძალიან და შენ შემთხვევით არავინ არ ეფსარიქებს ვარდიშებზეც აქვს ბევრი აღებული მე ახლა გიოს ვარდიშები მაქვს
ხანდახან ტაშ უკრავხობენ ვარჯიშებზე და ხა ესეთ მაგ თავია არის მეკარებით ვარჯიშზე სასწაულებს აკეთებენ და თამაში ვერ გადააქვს. ფსიქოლოგია ეგ. ხო და აი ვარჯიშზე თუ არ გააკეთებ თამაში ვერ გადაიტანა. რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე მაგარი ისაა რომ აი ვარჯიშზე მზად ხარ უკვე მაგის რომ თამაში გადაგაქვს რა. ხო ორი სხვადასხვა რამეა. არა იცი რა ეგ ბურთი არა მანამდე რომ დაიწყო პირველი 5 წუთი ხო მიგვაყარეს აკეთ კართან მევიჯექი აქ აი მე თავის ხელები მქონდა afარებული მეთქი როდის გაგვიტანენ ველოდებოდი. და მაგან განაპირობა ის, რომ ჩვენ ეგ თამაში არ წავაგეთ. დასაწყისმა იმ 10 წუთმა. იმიტომ რომ 7 თუ 8 ჯერ დაურყეს და საბაზე აღარაფერს აღარ ვამბობ. პირველ წუთში რომ 2 თორს აგებ დამთავრდა ეგ. ხო, არა, ერთიც რო ყოფილიყო, პირველად ხარ. მაგ თამაშმა განაპირობა, რომ იცოდე შემდეგი ამათი ისა თვითდაჯერებაც რა. მადლობა უკვე სასწაული ჩემპიონატი იყო, სასწაული ჩემპიონატი იყო. არა, რაღაცნაირია. ეგეთი სადებიუტო სეზონი. ან ისეთია, შენ იყავი ეგეთი ელასტიური. მე არა. მე რო ყოფილიყავი, ახლა ახანი გავხსნი. როგორი რა, ნაკრებში ხარ. სხვათა შორის ერთხელ მაქვს ეგეთი ბურთი აღებული. ჩემპიონები გავხდით, ვიჯორჯია რო გავხდით ჩემპიონები. 4-ში ხო? ბონლისთან ქონდა თამაში. მაგარი თამაში. გაბისკირიამ დამეტყა ჯარიმას, დენგა გაიშალა და აი ხო არის სიტუაცია, კი ბიდი ხარ, ხდები რაღაც და არ ჯერა რომ აიღე რა. და გახედა და კაში რო არაა და რა გიხარია. ხო. ეგ კაი ვიჯორჯია იყო. მე მაშინ რაღაც პერიოდ ლოკომოტივში ვიყავი. დირექტორად წავიყავი ლექსონი. ესე იგი. ყენია ლევანი იყო. მე მგონი ჯორჯო იყო ხო თქვენთან მაგ დროს თამაშობდა? არა, ჩვენთან არა. ჯორჯო აღარ, ანუ მანამდე ისე. ხო და ისეთი გუნდი იყო რა. აი ისეთი ჯიგრიანი, ფიზიკურად ისა ამბიციური, სწრაფი, კარგად მახსოვს რა და მაშინ არ ვიცი ხა მე კი არ ვაკრე, ეხა ფულიც მეტია, ლეგიონერებიც მეტია, მაგრამ რავი ხა მე ვამბობ რომ ის ფეხბურთი ხარისხობრივად ნაკრები არის. მაშინდელ ვიჯორჯიას თუ გავიხსენებთ, ლადო იყო გოჩაშვილი, ყველაზე ასაკიანი 22 წლის. 22 ხო, ახალგაზრდული. ყველაზე ასაკიანი რა წარმოიდგინე. ფარერებს კარგად ახალგაზრდული იყო შენ ჩემპიონატი. თლიანობაში რა, მაგაზე გადაცემებიც რო ქონდა ადრე ტელევიზიებში, სკიფოც მაგას აღვდა, ეს ახალგაზრდული ჩემპიონატია და ვერაფერს ეხლა აღარ არის, მაგერ ახალგაზრდული და გვინდა რა ევროპაზე გასვლა. ერთი რაღაცა რა, ეხა კენჭისყრები იქნება ეგერ და სავარაუდო ტორპედოსი ვნახე, აიდე და ვიღაცები იყვნენ, ხო? იბერიასის ვნახე, თიმისის, მაგრამ ნუ ბევრი გუნდები წერია და მანდაც უნდა გაგიმართლოს, რომ ის ვიღაცა ისეთი შეხვდეს, რომ ერთი ეტაპის გავლა უკვე. ხო, მაგრამ რაღაც დონეზე უკვე უნდა მივიდეთ ისე, რომ გამართლებაც რაღაც მიდია. აი, შენ მაგალითად ტორპედოში მუშაობდი, მაშინ კახა იყო ჩხეტიანი მაშინ მსვლელი და ნუ ერთი გავიარეთ, მეორე გავიარეთ, მესამე და აი ცოტა გვაქვს და ბულგარეთში წავაგეთ, შემდეგ და გავდიოდით ისეთ ისტორიებს წერდით, მაგრამ რამდენჯერმე. აი მაშინ ბილბაოსთანაც. ხო, დინამო. ვიყავით, მერე გეგუჩაძის დინამო გავიდა. ეხლა ტორპედო რაც თქვა, ეხლა ბათუმის დინამოს ის ამბავი რო არ დამართოდათ იმ კუთხურიდან კაცმა არ იცის კიდე ისეთი ბადე ქონდა შეიძლება გავსულიყავით რა. ეს ბურთი უნდა აგიღო დღეს? აუ შენ მოიტან შენი ბურთი. ჩვენ რო არ დაგვაბრალავთ ჩიპი ჩადეთ და რაღაცები რო არის. ნახე ბურთსაც არ სვიან, ნახე. მაგრამ ეს მაგარი ბურთია და ეს სხვათა შორის ის არის. მაგარი ბურთი რა, ეს სათამაშო ბურთი არ არის. კი, ბიჭო, ჩვენი ჩემპიონი. ორიგინალი სათამაშო ბურთი არ არის. ეს პენლიზატმა შეიძლება მით? პინასო კი. პრინავს. ეხა მითხარი ემფილდზე როდის პირველ თამაშზე ჩახვალ ეხა 200-ზე არ არის. მედი არ შემისის ხესა. გეხვეწები რა. ეხა ეგეთი რამდენი ტიპია? იმ ნომერზე დაგერეკა 373 რო არის. აუ იცი რა, ქართველები ეხა იწყებენ ჩალის, დარწმუნებული ვარ. ვისაც აქ ბრიტანეთის ვიზები ხო კაი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მაინც მოვახერხებ და ვივლით რა მაგ თამაშებს. იქნებ მოხდეს რაღაცა ცვლილება მერე და არა, იცი რა, პარიზი ადვილია. პარიზის ესპანეთის. სულ ბილეთი არ აიღო თამაშის და ჩახვიდა იქ დაიწყო ჩალის რა და ჩახვა პარიზში. პირდაპირ რეისი არ არის და შედესტამბულით ან ბარსელონაში უნდა ჩახვიდე და მატარებით ან ჩვენ ძირითადად შედესტამბულის ვიდეოდით პირდაპირ ვალენსიაში და ცოტა საწვალებელი იყო და აი პირდაპირ ეს აჯობია. არა, პირდაპირ ყველაზე მე იმიტომ რომ მე ქუთაისთან მაგრამ ასწორებს ბარსელონა იქიდან მატარებელი ჩუქუ თან დაათვალიერე ის ასწორებს რა. არა, ბიჭო არ მაქვს. რა ხო რო არ გაქვს მაგას გეუბნები. მე მაქვს. ვამოსი. აი ხო ესული და აუ დღეს ნოდარ ძალიან გამიტეხე რა, ძალიან აკადემიური იყავი და გეგონება რომ საფეხბურთო ღამეში ზიხარ სადღაც პიჯა გასწორს. თავის გადაცემაზე ამბობს. არა ბიჭო მე მინდოდა დღეს რომ მე გამედო ბევრი რაღაცა. ისე იქ შეკრება და არ მინდოდა გლა. ეგ ვაიც გითხარი გას. იქ ვარ დახვდები. ინგლისში ივლისში წავა. ივლისში. ეხლა იქ იქნება კომერციული ტურნეები ისეთი დაიწყება. იცი რა, წინა სასეზონო მზადება უკვე უირა, კაია, იქ ამერიკაში ყველა დეტალი შეთანხმებულია, ხო კონტრაქტის აბსოლუტურად. ფინანსურიც, ისიც, საცხოვრებელი ყველაფერი საერთოდ. ინგლისურიც ის გიო?
ინგლისური კარგად იცის, მაგრამ ეხლა ისინი სხვანაირ ინგლისურად საუბრობენ და ცალკე ემზადება კიდე მაგისთვის. ანუ იცის. და შენ? მე so. ხო, ირის ხო ლაპარაკები ინგლისურად. როცა მინდა მაგრამ so ინგლისურად და ოლე ეგ არის სულ შენი. როცა მინდა ინგლისურად ელე. უნდა არა ხო სწავლობ ხა არა. არა, რაღაც ისეთ პონჩი. კარგად ვერ არა. არის რა ქვია. ო, მაგრამ ნუ ეხა ბიჭო აი თუცა მახარ რა. კაია რომ სხვაგან არ მოინდომა და დავივიწყე ბავშვი ენას. კაია რომ ლივერპულს უთხრა აი ეგ. ნუ და ნუ აფუჭე ბურთს. ჩამოვალ და მაგრამ აი ლივერპული. იმ ზათ არის საომრად ზათ არის და იცი რა, ეს საუბარი რაც გითხარი, ის კარგად დავიმახსოვდა, რომ ჯერ ერთი მე არ ვამბობ, რომ ბეკერი შეიძლება ვერ ამოაგდოს. მაგას არ ვამბობ. თუმცა ის ვიცით, რომ ყველაზე ძვირადღირებული მეკარე და ბრაზილია და თან უნდა რა ტიპს დარჩენა ახლა რა, ახლა და მაგაზე კაი ადგილზე სამაზად. არა, იცი რა, მაგაზე კაი ადგილი, უკვე ასაკში რომ შედიხარ, ეგეთ არის, ეგ იცი სადაც არის რა. მილიარდერს იშოვე იმათ მთელი ცხოვრება. ჩემი აზრით ეგ მოხდება ერთ წელს. ალბათ, ხო და ეს ერთი წელი ისეთი მაგარი იქნება, რას ლაპარაკო. ეგეც ახლა ხასიათზე როგორ მეტყველებს გიოს ხასიათზე და ისინი ხო სხვანაირად უყურებენ. რო უთხარო არა, ხო არა, მე ბრძოლი ვარ რა, აი ცივსისხლიანობა და ის და მაგარი მეკარე გვიყიდიაო, ხო იციან ეს რა მე არ მოგატყუები და მაგენ სანამ იყიდიდენ, მანამდე იცოდეთ მაგის ხასიათის. კი, ხო არა, ეგ კაცო იქ ყველაფერს იცოდეთ და ხო დარწმუნდნენ. ამის ხასიათით იცოდენ, ნო და რი. რა მთელი ოჯახი ერთხელ არ ჩამოსვნა, ხშირად ჩამოდიოდნენ, წარმოიდგინე მეკარეები ხსნელი ხო არის? მეკარეების სნელების უფროსი არსებობს კიდე ესეთი პოზიცია არსებობს უსტაბაში მეკარეების სნელებს ვაკონტროლებს რა ესეც ხიათ იყო ჩამოსული ბოლოს მაგი იყო სპორტული დირექტორი და ეს სერიოზული ისმიდის რა ერთმანეთში ყურადღება რომ აი შენ ჩემი ფეხბურთელი ხარ და ყველა თამაშებს აკვირდებიან და ეგ არის იმიტომ არის ლივერპული წარდგენაზე თამაშზე არ მინდა პირველზე წარდგენაზე მინდა რომ იქ ვიყო პროსტა რომ ეს ვიკაიფო რომ ქართველი ვარ. ის აქ უეჭველი დააყერებენ ახლა თავიდან წინა სასეზონო მზადება როა იქ. არა, იმებში კი კაცო, ეგ არის. იმაში ყველა ის იდეი თამაში იქნება, ეგ ყველას მოუწევს თამაში. არა, ვიდრე თან ესენი ხო 3 ფრონტზე, 5 ფრონტზე, თასი, მასი, რამდენი თასია ინგლისში. ჩემპიონთა ლიგა, ესა ყველგან ას ლაპარაკობ. აი, ყველაფერი გათვლილი აქვს და მიტო უთხეს რომ რამდენი თამაში მოგიწევს რომ შეეჩვიო. მომავალ წელს ლივერპული PSG-ა ლიგის ფინალი. კვადრატები რო გაუტანოს სხვა რა? გაუტანს სხვა რა? აგ ერთმანეთში არ გვიგონგა. დავით, ბაზაზე მე და ბადრი ვიქნები ჩუმათი. შენაბადრი აი, ერთად საერთოდ წახვიდეთ რესტორანში და ჩეკი თქვენ. ბაზაზე რო აუღო მაგარი ვარჯიშის კადრებია. ხო, რა დავდე. ის რა უყვარს? რა ქვია? საჭმელები რაღაცეები რა უყვარს? საჭმელების სიმართლე გითხრა, როგორი სიტუაციაა იქ როცა ვართ ვალენსიაში, ოჯახის საჭმელს ვერ ჭამს რა, თვითონ გუნდიდან მოვაქვს საჭმელს. კლუბისად ხო. ატმევენ აი სიტყვაზე ნუ კალორაჟით იმით. ხო, გიო რა უნდა ჭამოს, რა უნდა ჭამოს და ისე რა უყვარს, აბი თუ არ ხინგალი რა. ხო, შესვენებებზე აქ მეტყვაც არის ჯიგარი. ერთ-ერთმა სამი სახინგა შეჭავს და წააჭრე. რამდენს? სამი სახინგა. სამი რა, მე თუ არ შეუძლია. 30. არის ხოლმე ახ გიო რომ სახშობთესაც ვართ, ჩემი მეუღლეა საჭმელს გააკეთეს ეს ქართული სუფრა და გიო შვილი ჩამოდის რაღაც და ვოა წეიც უცხნება და მე ხო გითხარი რასაკეთებ გინდა ერთმა ქართულმა ფეხბურთელმა მითხრა დავით ერთმა კვებაზე გამახსენდა რა ერთმა ქართულმა ფეხბურთელმა მითხრა ბიჭო შეკრებაზე ვარ და გონია სახე როგორ ეცება საჭმელზე რო ლაპარაკო შეხედეთ გეყეცები რა გონიაო რომ რაღაცა კვება და ფეხბურთი შევედიო პირველად ჩავედიო დასავლეთის გუნდზეა ლაპარაკი და ოსტრიო და რაღაცეები ქონდა ფეხბურთთან მეორე დღეს იჟოგით თამაშობდით რა შეიძლება ეგეთ ცხარეთან ეხლა ეგეთი რაღაცები აქვს არა ვინ ეს კაი ბურთი ყოფილა ნახოთ აბა არა თონა შეანახი აბა კაია ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშე კაი დათო მოდი სამის დედასაცავარ არც მიფიქრე რომ მაგას დავხვდებოდი მაგრამ ლაპარაკში რო წამოვიდა და ხელთათმანები ჩამოატაინე სამ-სამ ტერიტორიას დაგირწყავთ და საბლატაო გიქნება მომარდას გოლი გაუტანა იმაზე ვერ გაგა გოლი იმაზე ვერ გაგა გოლი და მე მაინც გამიტანე შანს გაძლევ რა გინდა იოს არც დაურტყავ თუ ჩემი ძმა ეგეთი თავხედი კი არა ვარდო კარგი შენ ახლა მაინც ჯიგარი ხარ და ერთ გავგატაინებ რა შეიძლება არც არის ჯიგარი ეგეთი მაზიაზე უნდა ვითამაშოთ დავნიზლავდეთ რაზე ეხლა იქნება კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 11 მეტრიანების სერია კარში სახელს არც ვიტყვი მამარდაშვილი მორჩა რომელია ეხლა ამიშვილო მე მამარდაშვილს გაუტანე თქო ვიტყვი თუ გაუტანე ეს კარგი ეს თქვენ ეჯიბრები თქვენ ერთმანეთს და მე რა შე რასაც გვიტყვი ის ეხლა დაგველოდეთ შეგხედეთ რა მე არ ვიცი რა თუ დავარტყავ ვერ დავარტყავ რაღაცა ისე მაინც გაიხურე პახები რაღაცა პახი აზრი არა არის მაზიანი ხო დავარტყე არა თქვი რა მაზიანი თუ მომიგე
შემდეგ ჩაწერაზე თუ გინდა შენი ჩაფხუტით ვიჯდები გადაცემის დროს იქ არა თვითონ სურვილი იყოს და მე მოვიფიქროთ შენ ერთი სურვილი მე ერთი სურვილი ჩაფხუტი არა მე იქნება სხვა რამეს გთავაზობ ძმაო მე იქნება სხვა რამეს გთავაზობ კაი მოვიფიქროთ მეგობრებო გამოიწერეთ ლაილაის YouTube არხი და ეს ვიდეო დაალაიქეთ და არა მარტო ეს არა რეაქცია რა თქმა უნდა ეს არა გარში ეს კი არა წავედით აგი წავედით მოკლედ დასასრულს უახლოვდება ჩვენი გადაცემა ხვალ ლიგის ფინალია სულ მალე მამარდა ჩავა ენფილდზე და რა ვიცი ჩვენ სიამაყის საის განსაკუთრებული სიამაყის ზობა გვაქვს მართლა და დათო ძალიან დიდი მადლობა როგორც არ უნდა დავთავაზო ჩვენი ურთიერთობა დარჩება ისე მეგობრები მე არაფერს არ ვაგებ რომელი კაცო წააგებ კი ვიცი და კი მადლობა კი თვითონ სურვილი გვექნება და მე ჩაკთავ შენ თუ მოვიგე მაგ სურვილში ჩაკთავ შენ პირველი დაარტყავს ნოდარი მეორე დავარტყავ მე ერთი სურვილი აგისრულდა უკვე ხელთათმანები წამართვი ჯიგარი ხარ აი თქვა კი ბატონო რაული მამარდას წინააღმდეგ დავა მიდი 3-2 წავიდა მოკლე გამორბენი დარტყმა რაულ ეგერთი ოლე ოლე ამაზე წინასა არ უნდა წახვიდე ნასოს არა მოელაპარაკა ეს თო ოლე შეაგდო თო ფეხი მткиმა გინა არა სხვა დაჟორის ერთით ერთი მე მომაფიქრდა უკვე ერთი აუღე ერთი რაც უნდა გამოგართო მომაფიქრდა 3 2 მოიცა აჩერდი რა აბა შო დაგეთრა როდა აპლოდისმენტები გოგოები წინასწარ გძნობდი რომ გავმაზავდი აი მაგაში მამა დაუღე აბა მაგას ორით ერთი ისე ამან არ უნდა მეიგოს ხელთათმანები წამართო შენ უნდა მოგაგებინოს რაღაც მოგებია მე გავუღე და მორჩა გაიწიე შო მოუგე ძმაო მოიცა დაარტყი ორი გატანილი მაქვს უკვე რა უნდა დავარტყა მოგითხარი ერთი დარტყმა მოგიწევს მარტო ჯიგარ მართლა პატარა ყოფილა შეთვის ეს კარი ძმაო გაიხარე დიდი მადლობა მაგარი წარმატებები მინდა გისურვოთ და ძალიან ხშირად უყურებთ თქვენ გადაცემას და კიდე გავაგზავნებ ყურებას. თან ჩემი შვილის მაიკას ხო დავინახე გამიხარდა. აუცილებლად, მაგას დღეს ვეჩავსო, მე მაქვს ერთი ადგილი, მივდივართ ეგრევე ვსვავთ. ძალიან დიდი მადლობა დათო წარმატებები და აი ცოტა ბანალურად გეტყვი რა. როიცია სადღეღობები დიდი მადლობა ესეთი შვილი რო გავიზარდე. არა, მართლა გეუბნები, ოღონდ დიდი მადლობა ესეთი კაი ადამიანები ხართ და ვამაყობ რო დღეს შეთან მოდის სტუმრა და გოგოებს კიდე მოკითხო იქიდან მთელი გული და სული გუშევატკირო და ჩართულები იყვნენ. სადილი უწევთ ნოდარი. მიყვება დათოს წამოდოდა მე და შეწავიდე დავთავაზე. ჩვენ დღევანდელ ეთერს ამ ლაილაის ამით ვამთავრებთ ამ მეგობრებო და წარმატებები ხვიჩას. და ჩემპიონთა ლიგის ფინალი. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ყველა ეპიზოდი ყველა. ერთად ვიაროთ სანამ შეგვილია რა. აი ხარ. ჯიგარი. წარმატებები. თეთათმანი. ახლა დაგიმ დავცანახე. ანდ ეს ვისი აი ისი? როგორ მომიგო. აბა ჰე, კარგად, დროებით. ადიოს.